2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს დაპირდა. პირველ წელიწადს ეს იქნება ძალიან რთული. ამას სჭირდება საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი. მე ვფიქრობ, რომ მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი. ეს დაპირებაც ტყუილია. გაუფასურებული ლარი, გაკოტრებული ბიზნესი, უმუშევრობა. იმაზე მეც ვაკეთებ და ეს პრეტენზია მაქვს. რაც დავბედით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლე დროში. ოცნება არ მუშაობს. ესენი უნდა წავიდნენ. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს დაპირდა. ესეთი დონის გადასახადები, რაც საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება ამის განახევრება. თუ გინებათ, ელექტროენერგია საქართველოს აქვს ძალიან იაფი, ჩვენ ძალიან ბევრი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს და იქიდან იაფიდენი იაფათი წარმოება ელექტროენერგია. გაზ ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს ტრუბა გადის ჩვენს ტერიტორიაზე და ეს რომ ერთად დავაჯგუფოთ, ალბათ უკეთეს შემთხვევაში მესამედი გამოვა დღევანდელი გადასახადის გაზის გადასახადი. ეს დაპირებაც ტყუილია. ელექტროენერგიას ჩვენ ვაწარმოებთ. მისი თვითღირებულება მაქსიმუმ არის 6-5-6 თეთრი. კომუნალური გადასახადები გადაიხედება და ჩვენ ამდენს, რასაც ვიხდით ახლა კომუნალურ გადასახადებში, ეს არის უსამართლო. იცი დენი 1 კილოვატ-საათი რა ღირს? 3 თეთრი ღირს. 17-ს რატო იხდი? იცი შენი ჯიბიდანაც ხელს გიყოფენ და გაცლია. გაზზე რო 40% პოლიტიკური ფასი ადევს, იცი? ბენზინი რო 70 კაპიკით ნაკლები უნდა ღირდეს. ყველა თანხას გადავიხდი მე პირადად. მოვალ და ჩვენ გადაგიხდით მე ვარდებ ამ გადაგიხდით. ოცნება არ მუშაობს. ესენი უნდა წავიდნენ. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს დაპირდა. კაკეთში რამდენი ჩამოვედი ვამბობდი რომ როგორ შეიძლება ერთ ლარზე ნაკლები დაადოყურდეს. 1 ლარიც არ არის ხურთის ფასი, თქვენ კარგად იცით რამდენი სომა ჭირდება ხურთს და 1 ლარიც არ შეიძლება იყოს მისი ნორმალური ფასი. ეს დაპირებაც ტყუილია. განაპირები შეასრულოს ივანიშვილმა. ის გვეუბნებოდა ლარზე ნაკლები არ იქნება ყურძენიო და სად არის ეს დანაპირები? 3 წლის წინ ვის გაუგია 1 ლარად ყურძენი? მართალია. ესო საცინად გიგდებენო. ბატონო ბიძინა თუ შეიძლება რთველთან დაკავშირებით. ოცნება არ მუშაობს. ესენი უნდა წავიდნენ.